მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან, დღეს ჩვენ სტუმარია მსახიობი იკადემეტრაძე, როგორ ახარებ? კარგად, თავად როგორ ხარ? კარგად, მადლობა. სიახლე გვა გადაცემაში აქ სტუმრებს ვახმედრებს სხვადასხვა ფრაზებს. შენ ეს შეგხვდა და მოდი ამით დავიწყო. თუ ეთანხმები ჯერ მაქედან დავიწყო. შარმი ეს არის კითხვის პირდაპირ დაუსმელად დადებითი პასუხის მიღება. გამიუჭკვიანი ხო? არა ხო, რა თქმა უნდა, რაღაც თვალსაზრისით დადებითი პასუხის მიღება. ანუ ალბათ ფლირტზეა ლაპარაკი. ხო, სავარაუდოდ. არა, პრინციპში პირდაპირ დადებითი პასუხის მიღება შეიძლება იყოს, კი. კი, ვეთანხმები. შენ თუ გაქვს ეგეთი შარმი? შარმი? აი ეგეთი. ეგეთი? არ ვიცი, ალბათ მაქვს. და ესე გამოგიყენებია? პირდაპირ დაუსმელად მიმიღია? კი. და გამიცია კიდეც მქონი. სხვისგანაც ქონია. კი. ის ქართულ კაცებს თუ აქვს ზოგადად შარმი? ცოტა ჭირს, მაგრამ აქვთ. და რატო ჭირს? ხო ესე უყვართ რაღაც. ხუთშორის ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, იმიტომ რომ არის ეს პრობლემა, ფაქტია, მარტო მე არ გამჩენია ეს შეკითხვა. მაგრამ არ ვიცი ოღონდ ეს მარტო ქართველ კაცებზეა თუ სხვაგანაც არის. შეიძლება ისიც მიფიქრია, რომ შეიძლება დღეს ქალები არიან რაღაცნაირად ცოტა ზედმეტად თამამები და ძლიერები. შეიძლება მაგის ბრალია, რომ რაღაცები არ მოწონთ და აი რა შეცვლიდი ქართველ კაცებში? ძალიან გამიხარდებოდა თუ იქნებოდნენ მეტად თამამები. არ არიან? არა. ქალები უფრო გათამამები. შიშრები არიან. რა ვიცი, ესე მგონი. არ ვიცი, რა შეაშენეთ, ეგ მეც მაინტერესებს. ალბათ შეიძლება პასუხისმგებლობების, მაგრამ ხა ყველანაირ სიტუაციაში პასუხისმგებლობა არ არის საშიშროება. არ ვიცი, კარგი არის, როდესაც კაცი არ არის შიშარა, არის თამამი, არის რეალიზებული, არის წარმატებულიც, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ხო, არ ვიცი, ბევრი რამეა. კარგი. შენ თეატრალური აქვს, ხო, დამთავრებული? რამე თუ ისწავლე მანდ? როგორი შეკითხვა, რა თქმა უნდა, ვისწავლე რაღაცები, ვისწავლე, თუმცა მე მგონია რომ მე ყველაზე რთული პერიოდი დამემთხვა თეატრალურში, მაშინ შეიცვალა რექტორი, მაშინ იყო ეს რეფორმების პერიოდი. ეგ ჩემ წელს მაგალითად იყო 6 სამსახიობო ჯგუფი და 2007 წელს 150 მსახიობმა დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. ანუ ეს უკვე ლაპარაკობს ძალიან ბევრ რამაზე მეტყველებს რა, რომ წარმოუდგენელი ამბავი იყო. აი ჩვენი პედაგოგი მაშინ გოგი მარგველაშვილი გახდა რექტორი და მახსოვს ეს ხელმითხრა რომ ანუ ესე რომ რაღაცებს ვლაპარაკობდით, რომ ანუ იმდენი სტუდენტი იყო ინსტიტუტში, რომ არავის რო არ გაეცთინა ინსტიტუტი ერთ დღეს. ვერ დავეტევოდით ფიზიკურად. ანუ ესეთი სიტუაცია იყო და ნუ რაღაცები რა თქმა უნდა ყოველთვის გამოაძვრენ საიდანღაც რაღაცას ყოველთვის ისწავლე, მაგრამ დღესდღეობით განათლების დონე მაიწია, აი დროთა განმავლობაში იწევს ზევით მანდ. არ ვიცი, ეხლა რა ხდება, არ ვიცი. მე იმედი მაქვს, რომ იწევს და არ ვიცი, აი რო უყურებ პატარებს, ვინც ჩემს შემდეგ დაამთავრა, მგონია რომ არის პროგრესი. სინამდვილეში არ ვიცი რა და როგორ არის რა სიტუაცია წარმოდგენა არ მაქვს. და შეიძლება თუ არა რომ არ კონდეს ნიჭი სამსახიობო და შრომით რაღაცას მიაღწიო. რაღაცას მიაღწიო, რა თქმა უნდა. ყველაფერს შეიძლება საკუთარ თავზე მუშაობით, ყველაფერს შეიძლება მიაღწიო, მაგრამ ნიჭი გქონდეს და უშრომელად მიაღწიო, ეს ალბათ გამორიცხული. უფრო რთულია ეს ვიდეო. რთული კი არა, მე პირადად გამორიცხული მგონია. ანუ რაღაც მომენტში შეიძლება რაღაცა გაგივარდეს ესე, მაგრამ იცი ვინმე ესეთი მსახიობი, ვინც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ საერთოდ არ ჩანს. არიან ეგეთი. საერთოდ ზოგადად მე მგონია რომ ნიჭიერი მსახიობი ცოტა რთული განსაზღვრება რაღაცნაირია. იმიტომ რომ
რაღაცა რო შექმნა მსახიობმა, უნდა მოგეცეს ამის საშუალება. ბურთი და მოედანი გჭირდება ამისთვის. გამოცდილება გჭირდება, ანუ აკრეფილი უნდა კონდეს რაღაც გამოცდილება. გამოცდილება აკრეფილი ნიშნავს, რომ ბევრჯერ, ბევრ რამეზე უნდა კონდეს ნამუშევარი. უნდა ბევრი შეცდომა დაუშვა ძალიან, ბევრი ცუდი როლი ითამაშო და მე მიხვდები რა არის კარგი. კარგი სკოლაც რომ გქონდეს გავლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და კარგი სტარტია, როცა კარგი სკოლა გავლილი, მაგრამ მაინც საჭიროა, მაინც ეს არის ყოველდღიური და ყოველწამიერი და წუთიერი პროცესი, რომელსაც ბოლო არა აქვს და შესაბამისად არის ხოლმე ხშირად მსმენია, რომ ის ნიჭიერია, ის უნიჭოა, რატო არიან ეს მსახიობები ესეთი უნიჭოები. არასწორია ეს მიდგომა, მე ესე მგონია, იმიტომ რომ სამწუხაროდ პატარაა ეს ქვეყანა, კიდე ეს სფერო კიდე უფრო პატარაა და არ ეძლევა ბევრ ადამიანს იმის საშუალება, რომ იმუშაოს. შენთვის რომელი არტისტია უნაკლო? უნაკლო, ქართველი? ზოგადად. უნაკლო, ძალიან ბევრი. ვინ გაგახსენდა? პირველი მახსენდება კეიტ ბლანშეტი, შარლოტა გინზბურგი, ჯეკ ნიკოლსონი, ბევრი. ქართველებიდან ვინ მოგწონს? მსახიობი? აი დღეს ვინც ყავს? ბევრი ძალიან მომწონს, მაგრამ ისე მგონია, რომ ძალიან წირი არის თვითონ არ ვიცი როგორ თქვა. ბევრ რაღაცაებში ვერ ნახულობ მსახიობებს სამწუხაროდ. რო თქვა, რომ კარგი მსახიობია, ალბათ ამისთვის საჭიროა ბევრი სხვადასხვა, ბევრი მისი ნათამაშები, ბევრი სხვადასხვა როლი ნახო და სამწუხაროდ ეს არ არის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ჩემი თაობა, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან ცუდ პერიოდში მოგვიწია, ანუ აი ყველაზე ესეთი გარდატეხის არც 90-იანებში და არც მე რაღაცა ყველაზე მკვდარი 4 წელი იყო, როცა მე ვსწავლობდი თეატრალურში. აქაც კი მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი მეგობრებიც არიან და არიან ისეთები, ვისაც არ ვიცნობ და ძალიან დიდი რესურსი არის, ასე მგონია. უბრალოდ ამას სჭირდება გამოყენება და განვითარება და რაღაცების შექმნა და საშუალება, რომ იმუშაო. როლი თუ არსებობს ისეთი, რომელსაც არასდროს არ შეასრულებ? როლი არა, მაგრამ აი ალბათ პროექტი კი. რა პროექტი უნდა იყოს? აი ეხლა მქონდა ამის შემთხვევა. ჩვენ თანამედროვე ეხლანდელი პროექტი არის. არ მივიღე მონაწილეობა კასტინგსაც არ წავედი, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ დღესდღეობით, როდესაც ქვეყანაში ესეთი სიტუაცია, როცა ყველაფერი არის პოლიტიზირებული, ყველაფერს ედება რაღაცა პოლიტიკური სარჩული, რაღაცნაირად ხდება ეს, არ ვიცი მე. რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ცოტა საშიშიც არის, იმიტომ რომ ძალიან აპოლიტიკური ვარ და მართლა ვამბობ, შეიძლება ცოტა ბავშვურად გამოდის, მაგრამ მეშინია ამ სფეროს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვცადე ვერასოდეს ვერაფერი ვერ გავერკვიე, რა ხდება, ვინ, სად, როგორ ვერ ხვდები და ესეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაც კონკრეტულ პროექტს იცი, რომ აუცილებლად მოყვება ეს რაღაცა მოგინდა შენ ეს თუ არ გინდა, მოგეწეპება რაღაცა პოლიტიკური რაღაცაები, მირჩევნია, რომ თუნდაც ძალიან საინტერესო როლი იყოს თქვა ვარი. თუმცა, აი როგორც პროფესიონალი მსახიობი რომ მიუდგე, არასწორი არის ეს მსახიობმა რა გიტლერი არ უნდა ითამაშო, ვთქვათ, უნდა ითამაშო, რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესოა ნებისმიერი მსახიობისთვის ესეთი როლის თამაში, მაგრამ ნუ აი ამ სიტუაციაში მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ცოტა არასასიამოვნო და ცოტა საშიშიც არის და არ მომწონს ეს. ჰეროკრატიაზე მაქვს ლაპარაკი, კი. რომელ ფილმში ითამაშებდი ან სპექტაკლში ყველაზე დიდი სიამოვნებით? თუ ოცნებ გქ რამე ეგეთზე? ძალიან ბევრი. ანუ აი ყველაზე მეტად აი უკვე რა ფილმებიც არის გადაღებული? ხო და აი რაც ყველაზე მეტად მომწონს, რომელი ფილმებიც ძალიან მიყვარს, ეგ ყველგან მიჩნდება თამაშის სურვილი. მნიშვნელობა არა აქვს კაცის როლი, ხალის როლი. სულ ანუ ეგ ის არის, რომ აი ხმერად თუ არა. ერთი მითხარი. ერთი, აუ ძალიან ბევრი, ესე ვერ ამოვარჩა. და თან ისეთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, ანუ რაღაცა ერთი კონკრეტული ის არ მაქვს. აი, როდესაც რაღაცა საინტერესო და რაღაცნაირი განსხვავებული და ისეთია ცაფრი ცოტა ძალიან მინდება ხოლმე რომ ვითამაშო. საერთოდ ის მაქვს ყველაფერი მინდა რომ ვითამაშო. შეიძლება თუ არა რომ ადამიანს უყვარდეს მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი. აუ რა კარგი იქნება ძალიან
სადღაც ჯერა რომ ან მინდა რომ ჯეროდეს რომ არის შესაძლებელი, მაგრამ მეორეს მხრივ ვთვლი რომ შეიძლება არ იყოს საინტერესო ცხოვრება ესე, თუმცა ვინ იცის. იმიტომ რომ რაღაცა თითოეული ადამიანი თალკე სამყაროა და სხვანაირი გამოცდილება, სხვა ცხოვრების წესია და საინტერესოა რა დედამიწაზე ბევრი ხალხი ცხოვრობს და ბევრი რამე ხდება. ქართული საზოგადოება შენი აზრით რატოა სულ რაღაც ჯგუფებად დაყოფილი და რატო ეზიზღებათ ამ ჯგუფებს ერთმანეთი ესე? არ ვიცი, ეგ მეც ძალიან მაინტერესებს ხოცა შორის და არ ვიცი, ერთადერთი რაც ესე მომდის ხოლმე თავში რატომაც შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, ალბათ შიშები არის რაღაცა, ხო არის რაღაც საზოგადოებრივი ნორმები, ამ ყველა ჯგუფებს რაღაცა თავიანთი ნორმები და წესები და ესენი აქვთ და ანუ იქ თუ ჩაჯექი და მოერგე, იქ მიღებული ხარ და კომფორტულად ხარ და მე ამათ ესენი არ უყვართ იმას. ანუ რაღაცა შიშია, რაღაცნაირი, არ ვიცი რა, იმისი რომ უცებ შენ არ აღმოჩნდებ თქვათ მართალი და სხვა იყოს მართალი ან სხვა უფრო საინტერესო იყოს და ამის მიღების შიშია, ახლის მიღების ალბათ არ ვიცი. როგორ უნდა გავახციოთ აქედან? რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი, უარი არ უნდა ვთქვათ ახალ გამოცდილებებზე, უნდა მოსმენა უნდა ვისწავლოთ, მე ესე მგონია, აი კამათის დროსაც მე თვითონაც ზამბერჯერ დამიჭერია ჩემი თავი, რომ აი 5 ადამიანთან ერთად ლაპარაკობ და იმათი მოსმენა აღარ გინდა, იმიტომ რომ მარტო შენ ხარ მართალი, რაღაცა ეგეთი ხდება ხოლმე და უნდა შეგვეძლოს მიღება სხვისიც, ისეთის როგორიც არის თუნდაც, ნუ თუ არ დაეთანხმები, ნუ დაეთანხმები მე რა. ბატონო, შენ კლუბებში გადიხარ და რამ გამოიწვია შენი აზრით აი ამ ელექტრონული მუსიკის ესეთი აღორძინება? თბილისში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხელშემშლელი რაღაცები არსებობს. არ ვიცი, სხვათა შორის მეც მიყვარს და თან ძალიან მიხარია. შეიძლება მოთხოვნილება გაჩნდა ამისი, თუმცა მოთხოვნილება გაჩნდაზე უფრო მეტად მე მგონი მიეცა ეს ხალხს ესე, იმიტომ რომ ხა ესე არ მომითხოვია არასდროს მე კარგი მუსიკა მინდა, არა, მაგრამ არ ვიცი, სხვათა შორის საინტერესოა. რა აკლია შენი აზრით ამ სფეროს? კლუბებს? ხო, დღეს თბილისში. მეტი თავისუფლება. ისე ოდიში და ძალიან ხშირად, არ ვიცი, ხა შეიძლება ეს ჩემი რაღაცა ძალიან სუბიექტური აზრია, მაგრამ ხო, თავისუფლება თვითონ ადამიანების მიერ, ვინც თვითონ კლუბში არიან, გასართობად ვინც მიდიან, ხშირად მინახავს, რომ მაინც რაღაცა შებოჭილია, მაინც აი ბოლომდე ვერ ერთობა და როცა ვიღაცები მაგალითად მეც როცა მიმიცია ჩემი თავისთვის იმის უფლება, რომ აი ბოლომდე გაერთვა, აი რა მოეშვა მთლიანად და გაერთვა, ცოტა რაღაც მომენტები არის, რომ შეიძლება იგრძნო ხერხულად თავი. პირადად შენ თუ გჭირდება მოსაშვებად ნარკოტიკები? რა თქმა უნდა, უშლიდეს თუ არა ხელს სახელმწიფო, რომ ესეთ დაწესებულებებში იყოს შესაბამისი? იცი რა, უნდა უშლიდეს თუ არა სახელმწიფო მე მგონია რომ არ უნდა უშლიდეს, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ხელის შემშლელი ფაქტორია, როდესაც არის წინააღმდეგობა, შესაბამისად მოთხოვნილებაც იზრდება. მგონია რომ ეს ესეა, მე თვითონ მაქვს ესეთი ხასიათი და მგონია რომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ეგ რაღაცას რო გიგრძალავენ, ის გინდება აუცილებლად. თუმცა მეორეს მხრივ არ ვიცი, რამდენად აქვს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას იმდენად ძლიერი ფსიქიკა, რომ ამას ისე გაუძლოს, ანუ ძალიან ხელმისაწვდომი რომ გახდეს თბილისში ან საქართველოში უცებ ნარკოტიკი, არავინ არ იცის რა მოხდება. ეს არ ვიცი, ეს ალბათ უფრო ექსპერტების მოსაფიქრებელი, არ ვიცი, ყავს თუ არა ჩვენ შენ თუ გჭირდება. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული არაფხიზელი მდგომარეობა საჭიროა ზოგჯერ იმისთვის, რომ თუნდაც სტრესი მოიხსნა, თუნდაც გათავისუფლ და ისევ იმიტომ, რომ ვერ აძლევ შენ თავს იმის უფლებას, რომ აბსოლუტურად ფხიზელმა გაგიჟდეს და ისე გაერთო. ნუ რთულია, ხო, არ გამოდის. რეჟისორი რო იყო, ღმერთს ვისათამაშებდი? ღმერთს? არ ვიცი. არ ვიცი, ალბათ ღმერთს ანუ ღმერთს თუ თუნდაც ქრისტეს. ქრისტეს არ ვიცი, მომწებნიდი ვინმე მსახიობს.
ესე ღმერთს ადამიანს არ ვათამაშებდი ალბათ რაღაცა გადაწყვეტას მოვიგონებდი. ისეთს როგორიც შეიძლება წარმოიდგინო, როცა ფიქრობ, ღვთიური სამყარო როგორი შეიძლება იყოს, არ ვიცი. შენ თუ წამს ღმერთის? ღმერთი იცი რა არის, ღმერთი ესე ბავშვობიდან წერებიანი ბაბუა, წარმოდგენილი, ცაში, ღრუბელზე წამოწოლილი კაცის არ მწამს, რა თქმა უნდა, თუმცა დღეს რა არის? წამს ხო, აი რაღაცა ჯადოსნურის, რომელიც არის მამოძრავებელი აბსოლუტურად ყველაფრის, თუნდაც არც ნუ აი აბსოლუტურად ყველაფრის საიდანაც დაიწყო, თუნდაც დიდი აფეთქების, თუნდაც ანუ მგონია რომ ამის გარეშე არ არის. შეიძლება ეს იყოს რაღაცა, არ ვიცი, ქიმიური რეაქცია, მაგრამ ის ქიმიური რეაქციაც აუცილებლად მგონია რომ არის ჯადოსნური. რაღაცა ცოტა საცილოა, მაგრამ ხო აი რაღაცა ესეთია რა, ის რასაც ვერ ხედავ და ვერ ეხები, რანაირად შეიძლება იმაზე სერიოზულად ლაპარაკო, არ წარმომიდგენია, თუმცა რო ვთქვა რომ არ მჯერა რომ აი სულიერი სამყარო ძალიან მჯერა, რა ვიცი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან უინტერესო იქნებოდა ჩემთვის ცხოვრება ალბათ. ანუ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ვიარსებო თუ არ მჯერა რაღაცა მსგავსის, არ ვიცი. ალბათ არ ვიარსებებ, დავამთავრებდი ძალიან მალე ყველაფერს. კი ბატონო. ქალთან თუ გიფლირტავია როდისმე? კი. მე როგორ დამთავრდა? რა თვალსაზრისით როგორ დამთავრდა? წარმატებით თუ წარმატებით? წარმატებით დამთავრებაში თუ იმას გულისხმობ, რომ გამოვიდა მასთან რამე ურთიერთობა, არა. მაგრამ მე მგონია, რომ არ ვიცი კაცებთან როგორ ხდება, მაგრამ როდესაც რაღაც გარკვეულ ასაკში მიდიხარ და საკუთარი თავის სექსუალობას ბოლომდე აღმოაჩენ, ეს არ ხდება თინეიჯერობაში ალბათ. ნუ ის რაღაცა პირველი ეტაპია. მე რო იზრდები რაღაცებს შენ თავში ამას რო აღმოაჩენ, მე აღმოაჩენ სხვებშიც ამას და სხვანაირად იწყებ ამის დანახვას და მე მგონია რომ აუცილებლად ყველა ქალის ცხოვრებაში რაღაცა მომენტში დგება ეს ეტაპი, როდესაც ეს შეკითხვა გიჩნდება, იმიტომ რომ არის რაღაც მიზიდულობა, რაც ჩდება. არ მგონია რომ არ ხდებოდეს. უბრალოდ ვიღაცები შეიძლება ამას არ აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ ამას დააკვირდეს და მიყვეს და დაიწყოს გამოკვლევა, რომ ნეტა რა არის ეს. ვიღაცებს შეიძლება ეშინიათ, ან პროტესტი აქვთ, ან უბრალოდ არ არსებობს და ვერ აღიქვამს ეს რა არის, მაგრამ მგონია რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივი რამ არის, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ადამიანში თავისთავად ჩნდება, ამას რატო უნდა გაექცე, არ წარმომიდგენია. ისი ვინ არის ყველაზე სექსუალური ქალი შენთვის? აუ, ძალიან ბევრია. ძალიან. ყველაზე? ყველაზე ქართველი თუ არ აქვს? სულ ერთია. უნდა იყოს ქართველი არის. სხვათა შორის ქართველი ქალები ბევრად უფრო სექსუალურები არიან, ვიდრე ქართველი კაცები. უფრო მეტი ესე მგონია. უფრო არის მათში ეს ენერგია ქალებში. ყოველ შემთხვევაში მე რაც შემიმჩნევია. და ყველაზე სექსუალური ქალი, აუ არ ვიცი, შარლოტა გინზბურგი მომდის თავში აზრად. კი ბატონო. აი კაცები რატო ძალადობენ ამდენს საქართველოში ქალებზე? რა იწვევს ამას? არ ვიცი, მე მგონია რომ არ ვიცი, შიშია ალბათ ესეც. საერთოდ რაღაცა არ ვიცი, რამდენად მართალი ვარ, მაგრამ ეხა რომ ვუყურებ ესე მგონია რომ ქართველი დედები აი რაღაცა ცოტა აი მე რაც მახსოვს ბავშვობაში და დღესაც რაც მგონია რომ გრძელდება ეს ქართველი დედის, ქართველი ბიჭი შვილის მიმართ დამოკიდებულება მგონია რომ არის ძალიან არაჯანსაღი. აი აბსოლუტურად როგორ ვთქვა, არ ვიცი, კასტრირებას უკეთებენ ძალიან პატარაობიდანვე, ანუ არ აძლევენ იმის საშუალებას რომ არ ინერვიულოს ბავშვმა, რატო უნდა იწვალოს და რას ნიშნავს კაცო, უნდა ინერვიულოს კიდეც, უნდა იწვალოს, უნდა ფეხზე დადგეს, უნდა კაცი გახდეს, ძლიერი იყოს და იცოდეს რა არის ცხოვრება და ეს არ ვიცი, იმედია რომ ამ ბოლო დროს ეგრე არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის, მე მინახავს, აი უფროს თაობაში განსაკუთრებით, რომ რაღაცნაირები არიან, ქალები ბევრად უფრო ძლიერები არიან და მე რაღაც ეტაპზე ალბათ ამ კაცებს აგრესია უჩნდებათ ამ ქალების მიმართ და ვერაფრით რომ ვერ ახდენენ თავიანთი თავის რეალიზებას, მე გადადიან ფიზიკურ ჩაგვრაზე. როდისმე თუ გიამაყია რომ ქართველი ხარ? კი. ერთხელ მახსოვს ქართველმა მეცნიერმა ბავშვებმა რაღაც სადღაც რაღაც გაიმარჯვეს და
მართლა ვიგრძენი ეს სიამაყის შეგრძნება, რომ რაღაცა გრან-პრი აიღეს მსოფლიო რაღაც კონკურსზე. წვანე რაღაც ის არ მახსოვს ახლა ზუსტად რაღაც შეიძლება სისულელე ვთქვა. რაღაც მოკლედ მეცნიერულ კონკურსზე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ეს ინტერნეტში, Facebook-ში ვნახე და ის მომენტი მახსოვს ეს რომ წავიკითხე როგორი ის მქონდა რაღაცა სიამაყის შეგრძნება და სხვა შორის ვფიქრობ ხოლმე რომ ნეტა ჩემი შვილი რომ გაიზრდება. ესე რომ იამაყო შენი შვილი ალბათ რა მაგარია. და ის სიცხვილის გზნობა გაგჩენია? მაგის გამო როდის? არ ვიცი, ბოლო დროს განსაკუთრებით ძალიან ხშირად მიჩნდება, აი რაღაცეები, როდესაც ქვეყანაში ცოტა ესეთი მასშტაბური, ახლა არ მაქვს პატარ-პატარა რაღაცეებს, αλλά რაღაცა ცოტა დიდი რაღაცეები რო ხდება ხოლმე არა მართლა რამდენჯერმე აი ძალიან სერიოზულად დავფიქრებულა რომ არ მინდა მე ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო, იმიტომ რომ ეს საქართველო და მეც ქართველი არ შეიძლება რომ ესე იყოს. ესე არ არის, არ ხდება, არ შეიძლება მე და ის ვიყოთ ერთი და იგივე. და სამწუხაროა ძალიან, მაგრამ მე ვფიქრობ ხოლმე რომ შენ თუ ეგეთი მაგარი ხარ, მაშინ შენ ქვეყანაში რატო ხდება ეგეთი რაღაცები, არ უნდა ხდებოდეს. აი გარყვნილება რა არის შენთვის? გარყვნილება ძალიან ბევრი რამე არის. აი ქროყრია სურათზე ნაგავი ეგეც გარყვნილებაა ჩემი. უპატივცემულობა, არ ვიცი, აი უპატივცემულობა გარემოსი, ბუნების, ადამიანის პირადი ცხოვრების, მისი პირადი დროის, მისი პირადი სივრცის, აი რაღაცა არაკეთილსინდისიერი მიდგომა, აი რაც ყველაზე მეტად მაგიჟებს ხოლმე ურთიერთობების მიმართ, ქალაქის მიმართ, ქვეყნის მიმართ, საქმის მიმართ, სამსახურში მეგობრების მიმართ, ეს რაღაცა აი რატომღაც ეს უხეშად რო ვთქვა მოსულა ჩვენთან ეს და ეს ძალიან დიდი ის არის უბედურება, გარყვნილება, საშინელი ჩემი აზრით არის. ბატონო რას არ შეჭამ არასდროს? ხორცს. სად არ წახვალ არასდროს? ყველგან წავა. ყველგან წახვალ? და რას ვერ ითმენ? ვერ ვითმენ? ცოტა უცნაური ანუ სხვისგან რას ვერ ვითმენ თუ მე თვითონ? აი შენ რო რაღაცა გინდა და ვერ ითმენ, აი ყველაზე ისეთი. აუ რაღაცა რომ მინდა ვერასოდეს ვერ ვითმენ. არა საჭმელი, სამსახური, მეგობარი, წასვლა, ვერასდროს აი სულ მუდავ. აი ყველაზე ლამაზი რა გინახავს ცხოვრებაში? ან ვინ? ლამაზი რა მინახავს? ეს რა კონკრეტული ერთი რამე არა, მაგრამ ისე ცოტა ფოტოებივით ჩაბეჭდილი რაღაცები მაქვს. სანახაობები. ბევრი. ძირითადად ბუნებასთან არის დაკავშირებული მსგავსი რაღაცეები. და ისეთი შემზარავი განსაკუთრებული თუ გახსოვს? განსაკუთრებულად შემზარავი სახლში მაქვს ფოტოები მისი სამოქალაქო ომის მერე თბილისში გადაღებული. და ომის დროს დაბეჭდილი ფოტოები არ ვიცი საიდან მაქვს, სხვათა შორის მამა ჩემისა და ჩემს რაღაცა ძველ ყუთში ვიყო. ამას წინათ შემხვდა შემთხვევით და მართლა ძალიან შემზარავი იყო. შემზარავი იყო კიდე აგვისტოს ომი რო იყო აბას თუმანიდან, ანუ იმ დილით რო დაიწყო ჩვენ აბას თუმანში ვიყავით და მოგვიწია წამოსვლა და იქ გორში გამოვა რაღაცა ეს ხალხი დაცლილი, ცოტა პანიკა. მე თბილისშიც ერთ დღეს რო ჯარი მოადგავდა ბენზინ გასამართ სადგურზე ძალიან დიდი რიგი იყო ესეთი. შემზარავია ხო მსგავსი სანახაობები არის ძალიან შემზარავი. მოდი ასოციაციობანა უნდა გეთამაშო ახლა. დავაი. ჩემი ცოლის დაკალების იმებს გეტყვი პერსონაჟებს. და მითხარი რომ ცხოველს ან ფრინველს გახსენებ. კარგი. დავიწყო? დავიწყოთ. დათოთი დავიწყოთ. რომელი ცხოველი ან ფრინველი? ხოჭი. ნელიკო? ნელიკო არის შველი ალბათ. თენგო? თენგოი. თენგოი. რომელიღაცა მულტფილმში არის ძაღლია
მე მგონი ინგლისური ბულდოგი იყო ბლანჟეთი და რაღაცაებით ცოტა ქუდით და არ მახსოვს რომელი მულტფილმი უცებ ეგ გამახსენდა. ნინა? ნინა არის ლაბრადორი ალბათ. ბაქარი? ბაქარი არის რა ქვია იმ ცხოველს ესე რომ დგას წვრილი რო არის ორ ფეხზე რო დგას დიდი თვალები რო აქვს. ყანჩა? არა. ფრინველზე იძახი არა ცხოველი ფოტოები რო არის ბევრი ჩამწკრივებულები რო არიან ოჯახები არ ვიცი რა ქვია არ მოგს. ხო, მივხვდი, მაგრამ რა ქვია? ცოტნე? ცოტნე არის ხო რაღაც ძაღლია. როგორი ძაღლი? ოღონდ ცოტნე რაჯიში. პეკინესი, მაგრამ ცოტა ჭაჭყანა და რაღაცნაირი. ლიკო? ლიკო პუდელი. კარალევსკი პუდელი შავი. სანდრექსა რომელი ცხოველი? სანდრექსა არ ვიცი სელაპი. კაი, და შენ? ნატაშკა? ნატაშკა არის ტირიფი მე მგონი. ნატა სუტირის? არა, რაღაცნაირი ესეთი გრძელით მაქვს ნატაშკას ჩამოღრილი და ერთ ადგილას დგას, მაინც ვერ გახდა ბედნიერი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ დახოს. კაი, და არჩევნების წინ რას ეტყოდი პოლიტიკოსებს? რამე თუ გაგსატყობ? ეს რომ ცოდნოდა რომ ამას კითხავდი, კარგად მომემზადებოდი. პოლიტიკოსებს რას ვეტყოდი? ვინმე თუ მოგწონს ჯერ ეს მითხარი ქართველი პოლიტიკოსები? არა. კაი, იმიტომ რომ იყო რაღაც პერიოდები, ну ვიღაცები რა თქმა უნდა ვიღაცების მიმართ მეტი სიმპათია მაქვს, ვიღაცების მიმართ ნაკლები, მაგრამ ეხლა ამ წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ აღარ ვადევნებ თვალყურს, ესე შემთხვევით სადმე თუ რამეს წავაწყდები. არ ვიცი, იმდენჯერ გამიცრუდა იმედი, ანუ ისეთი ძალიან ანთებული იმედი თან, რომ გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა ეს, იმიტომ რომ არიცი ვინ არის, არ იცნობ და ბევრჯერ მომისმენია რაღაც დაპირებები და ყველაზე სასაცილო არის ეს წინასაარჩევნო დაპირებები. აი რა ვქნა, ვერც კი წარმომიდგენია ერთი ადამიანი მაინც თუ დაიარება თბილისში, ვისაც შეიძლება ჯეროდეს ამ ყველაფრის. და ცოტა არ ვიცი, გასაგები აბა სხვა რა უნდა ქნან წინასაარჩევნოთ, რაღაცეებს უნდა დაგვპირდნენ ალბათ, ხო, მაგრამ არ ვიცი, ან ფორმა შეცვალონ, ან მეტად გულწრფელად გააკეთონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც დრო გავიდა, რაღაც გამოცდილება საზოგადოებამ ასე თუ ისე დავაგროვეთ, წარუმატებლობით თუ წარმატებით, ბევრი დაგვიგროვდა მოკლე პერიოდში. ხო და მგონია რომ ხალხს უკვე ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდება. ზოგჯერ მართლა ცოტა შეურაცხყოფილად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვისმენ ხოლმე, რომ აი ანუ რას მელაპარაკებიან ახლა ეს რას ნიშნავს? ანუ ცოტა მეტად პატივისცემით მიუძგნენ საზოგადოებას, მე მგონი ყველაზე მეტად აჯობებს და უფრო კეთილსინდისიერად მოიქცნენ დაპირებებშიც, კამპანიებშიც, არ ვიცი კიდე რაც ამ ყველაფერში როგორც ხდება ხოლმე ამ ყველაფერში იქნება ყველაზე კარგი და გამიხარდება. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენს წარმატებებს.